როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ მისი ჩუმი ჩანაფიქრები. ყველაფერი რა თქმა უნდა თქვენ გეხებათ. დიდი ხანია ეს კითხვა არ გამიშლია და ნახოთ ახლა ჩუმი ჩანაფიქრები მის გულში რა ხდება მოკლედ და კონკრეტულად. და ყველას უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი და მე ყველა გოგოს ბედნიერება მიხარია, ვინც ჩემთან კონტაქტობს და იციან და ადასტურებენ ამას. ყველას გქომაგობ თუ გბალეშიგობ თუ როგორც ქვია. თქვენი გულშემატკივარი ვარ ყველაფერში. მისი ჩუმი ჩანაფიქრები, რაც არ არის გაჟღერებული, რა თქმა უნდა, ტაროს აქვს ამაზე წვდომა და ძალიან მიხარია. მოდი ვნახოთ მისი ჩუმი ჩანაფიქრები. ეს სამი არკანი გვეტყვის ყველაფერს. რომ გაიგოთ, თქვენზე არის თუ არა მაინც ეს გაშლა, მე გიტყვით ბოლო არკანის ენერგიას. უმიზეზოდ რო გეფიქრება ადამიანი, დადიხარ და გეფიქრება და არ იცი რატო გეფიქრება, ზოგჯერ უაზრო ფიქრები რო არის, შეგიძლიათ თქვენზეც მიიღოთ ეს გაშლა. ანალოგიური ჭირს ამ ადამიანსაც. მაგრამ ისე ჩამოუყალიბებელი ტიპია, ხან ერთი ხასიათი აქვს, ხან მეორე და ნუ მოკლედ ვერ გაიგებ ამისას რა, ანუ ცოტა გაურკვეველი ტიპია. ზოგს გაურებაც შეიძლება ქონდეს. და თუ ნახულობთ სიზმარში, მოდი ვნახოთ ახლა მისი ჩუმი ჩანაფიქრები. მას ჩანაფიქრი ქვია, ეს ინახავს რაღაცა, ეს რა არის, ეს ჩანაფიქრი არ არის, ეს არის ადამიანი, ვიტყოდი ახლა ბოღმა. აქ მე ვფიქრობ, გოგონებო, დასრულებული ურთიერთობა, ან ძალიან კონფლიქტური ურთიერთობა, იმიტომ რომ სხვანაირად არ მიიღოთ, უბრალოდ არ ჯდება ლოგიკაში. მისი ჩუმი ჩანაფიქრებია, რომ სულ ჩუმად, ჯერს ეს სულ ჩუმად ხო არის და ჩუმად გიყურებს, ყველგან გიყურებს. აგროვებს ინფორმაციებს, ეს იქნება სოციალური ქსელები, ეს იქნება მეზობელი ნათესავი, რა ვიცი, ბუჩქებიდან, საიდან არ ვიცი, ეს არის როგორი ადამიანი იცი. შეიძლება სულაც ვერ გებულობდე და რა თქმა უნდა ვერ გაიგებ, იმიტომ რომ ჩუმი ჩანაფიქრებია, წარმოიდგინე, გიყურებს, გაღიზიანებულია და რაც უფრო მეც გიყურებს და ეჭვიანობს, უფრო მეტად უღურდება წყენა, ბოღმა და უფრო მეტად არაფერს არ აკეთებს. ანუ ამას არ ველოდებოდი არანაირად. რა ვთქვა რა. არ მინდა დამატება, იმიტომ ჩაფიქრებული მქონდა ეხლა სამი არკანი, მაგრამ კაი, მაქსიმუმი 2 დავამატოთ. მისი ჩუმი, ანუ მე მაინტერესებს უბრალოდ ამ ადამიანს კითხვა დაუსვა. ამ ჩუმ ჩანაფიქრებს რაიმე გამოსავალი აქვს, ისე გამოსავალი არსად არ არის. აი ხო უყურებ თქვენს გამოსავალი არის, ჩაკეტილია და აზიანებს თავის გულს. რა კითხვა დავსვა, არ ვიცი, მაგრამ ახლა გადმომივარდა ამ ლაპარაკში. არკანი. ესე იგი თქვენ მასში მაინც სიხარულს და ბედნიერებას აღულებდით ეთყობა. და საერთოდ მე იმას ვიძახი, რომ ადამიანი ძალიან გიზიზღება და გეჯავრება, ანუ პირადში უგულისხმობ განსაკუთრებით, ესე იგი სადღაც მაინც არ არის გადასული ის ემოცია დადებითი. ხო და არ გადაუვიდა ამას არაფერი. მოდი ვკითხოთ ახლა ჩვენ ამას. ანუ აზრი ამ ყველაფრის რა არის? ანუ აზრი, აი აზრი. აი ეს არის აზრი. ეს ადამიანი თუ ზუსტად იცით, ზუსტად კი არა, აქ არის 100%-იანი ის, რომ ურთიერთობაშია ახლა. ურთიერთობაშია, ეს არის კონკრეტულად ქორწინება, ან რა ვიცი, ისეთი. ისე რომ ცხოვრობენ რა, თან ცხოვრებაში შეიძლება იყოს. ხო და ცხოვრობს იქ, მაგრამ გული და სული, ფიქრები, წარმოდგენები ყველაფერი აქვს შენზე. ეს ყველა ვარიანტი. მეორე რას უნდა გავაჟღეროთ, რა თქმა უნდა, ყველა არ იქნება ახლა ასეთ სიტუაციაში, თუ ადამიანი იცით, რომ არ არის მსგავს სიტუაციაში, მაშინ ფიქრობს, რომ მე არ მინდა საერთოდ შენზე ვფიქრობდე, არც არაფერი არ მინდა მაკავშირებდეს, მაგრამ მე გულიდან ვერ ამოგიღე, ვერ დაგივიწყე და ეს ტანჯვა და ეს გრძნობა და შენ ჩემში არსებობა, ანუ
შენ ჩემში არსებობა გრძელდება. აი ესეთი პასუხი არის აქ. მე რა თქმა უნდა ყველას გელოდებით კომენტარებში და ამ დროებით.